გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ამას წინათ შევხვდა სოციოლოგიური კვლევა, სადაც ერთ-ერთი სოციოლოგი გამოკითხვის შედეგებს აჟღერებდა და მან თქვა, რომ თუ აქამდე ერთ-ერთი მთავარ შიშად კაცობრიობის ისტორიაში და საზოგადოებაში ზოგადად ითვლებოდა სიკვდილის შიში, ეხლა ის ჩანაცვლებულია და ის ჩაანაცვლა ცხოვრების საზრისის მოკლების და ვერ დანახვის შიშმა. ანუ ადამიანებს პრობლემა აქვთ დაინახონ აზრი ამ ცხოვრების, რადგანაც ეს ცხოვრება ფაქტობრივად მათთვის და განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის ალოგიკურია და შესაბამისად მათ ჭირდებათ დახმარება. ჩვენ ხედავთ პირდაპირ ნიჰილიზმს. რა არის ეს ნიჰილიზმი? ეს არის რწმენა არაფრის, ხო, უღმრთობა, სადაც არ არის აბსოლუტი, სადაც არ არის ჭეშმარიტება. სწორედ ეს დაინერგა ამ საზოგადოებაში და სწორედ ამაში ცხოვრობს ადამიანი. რაში გამოიხატებოდა ეს ნიჰილიზმი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში? ეს არის ამ იდეოლოგიებში, ხო? წარმოიდგინეთ პირველ რიგში კომუნისტური იდეოლოგია, რომელმაც დანერგა ეს კომუნიზმი თითქოს 64 დედამიწაზე არ გამოვიდა. ადამიანები შევიდნენ ჩიხში. ვერ ნახეს გამოსავალი, ცხოვრების წესი შეცვალეს, ყველაფერი შეიცვალა მათ ირგვლივ. შემდეგ მოვიდა ლიბერალიზმი, რომელმაც თავისუფლების გადაგება შემოგთავაზა. ხო, მოხსნა ყოველგვარი ზღვარი ჩვენსა და ღმერთს შორის, მოხსნა ყველანაირი დოგმატური განსაზღვრებები, გააუქმა სიტყვა აბსოლუტი. შესაბამისად შექმნა ის თავისუფალი გარემო ბრჭყალებში, რომელიც მთლიანად არღვევდა მთელ სამყაროს, მთელ ლოგიკას და შექმნა გარკვეული ქაოსი. ამ ქაოსში ადამიანმა თითქოს გააღმერთა ეს თავისუფლება, რადგანაც ყოველთვის და ყველგან ესმოდა ეს და ჩვენი ჰიმნიც იგივეს ამბობს, ხო, დიდება თავისუფლებას. თავისუფლებამ ჩაანაცვლა ღმერთი, თითქოს ეს მოხდა, რაც თავარი პრობლემა გახდა ჩვენი საზოგადოების და შესაბამისად უკვე ამ რწმენით ცხოვრობს ადამიანი. ამ რწმენით, როდესაც ცხოვრობს, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ის ეძებს ამ თავისუფლებას. მან დაიწყო საქართველოში ამის ზებნა, შემდეგ საზღვარგარეთ, მოძრაობაში, იდეებში, შემდეგ დაიწყო გამოსავლის ძიება პარტიებში, იდეოლოგიებში, ყველაფერი იმაში, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ხო? ამაში ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ გამოსავალი ვერ დაინახა, რადგანაც მან შენიშნა, რომ კი ბატონო, თავისუფლება ერთის მხრივ, რომელიც გაღმერთებულია უმაღლეს ღირებულებაა, თუმცა ეს უმაღლესი ღირებულება აღარ აკმაყოფილებს მას. რეალობა სულ სხვაგვარია მის ირგვლივ. ნაცვლად თავისუფლებისა ხშირ შემთხვევაში კონტროლია. ეს კონტროლი შეიძლება იყოს ციფრული, შეიძლება იყოს მატერიალური, სამსახურებრივი, კანონების მიღება, გამკაცრება სხვადასხვა კუთხით და ამან ყველაფერმა დაანგრია ეს ადამიანი. ერთი მხრივ თავისუფლება, რომელიც მას გაღმერთებული ჰქონდა, იდეოლოგია, რომელიც მან მიიღო და ჰუმანიზმის სახით, ასევე რელატივიზმის შეფარდებითი კანონების, შეფარდებითი თეორიების სახით, რომელიც ასევე შემოიჭრა. ერთი სიტყვით ამ იდეოლოგიურ ქაოსში მყოფი ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ჩამოუყალიბდა ეს ნიჰილიზმი იმის გამო, რომ უკვე ვეღარ დაინახა გამოსავალი, იმიტომ რომ ის გამოსავალი, რომელიც შესთავაზა სამყარომ, ამ კონტროლირებად ქაოსში, ხო, ის გამოსავალი მან ვერ მიიღო, იმიტომ რომ ეს ჩიხი აღმოჩნდა და სწორედაც იმიტომ აღმოჩნდა, რომ მთავარი ღირებულება ნიჰილიზმის რა არის? ეს არის ღმერთის უარყოფა, აბსოლუტის უარყოფა და ნიცშეს განმარტებით, ასევე მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი აკეთებს ამაზე აქცენტებს და კარგად მოყავს ეს მაგალითები. ნიცშე რას ამბობს, რომ როდესაც გაუქმდა მთავარი ღირებულება, ფასეულობა, მას მიიღო ყველა დანარჩენი ფასეულობა. რა არის მთავარი ფასეულობა? მთავარი ფასეულობა არის ღმერთი. მთავარი ფასეულობა არის ის ღვთაებრივი კანონები, რომელშიც ცხოვრობდა. როგორც კი ეს მოაშორა ამ ნიჰილიზმმა საზოგადოებაში, ან მთავარი, ხო, ბუნებრივია დანარჩენი, ყველაფერი აირია. როდესაც აირია, ამაში კიდევ დახმარება ვერ შეძლო ვერავინ თითქოს რა. ბუნებრივია აქ ეკლესია შემოდის აუცილებლად. ეკლესიური აზროვნება, ეკლესიური რწმენა, ისწავლება, რომელიც არის ეკლესიური, თუმცა რწმენა ყველას არ უნდა. ყველამ არ მიიღო ის მოწოდებული ჭეშმარიტება, გაჟღერებული ჭეშმარიტება, რომელიც
რომელიც განკაცდა, ხო, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ისწავლება არ მიიღო ადამიანმა, თუ კი მან არ მიიღო ეს სწავლება, შესაბამისად ის ვეღარ იქნება მორწმუნე, მას აღარ ეძლევა ეს მადლი, იმიტომ რომ მადლი და რწმენა და ის ყველაფერი ის რაც ეკლესიურ ცხოვრებას ახლავს, მხოლოდ მაშინ მოდის ადამიანთან თუ ის რწმენაშია და თუ მას ეს რწმენა არ აქვს და პირიქით ნიჰილისტურად არის განწყობილი, შესაბამისად მას ესეც არ ექნება. შესაბამისად აქაც გარკვეულ სასოწარკვეთილებამდე მივიდა ადამიანი, მაგრამ აქ ორი გამოსავალი დაინახა სერაფიმ როუზმა. ერთი, როდესაც ამ სასოწარკვეთილებას უკვე მოყვება შედეგი, როდესაც ეს ინგრევა ბოლომდე ეს ადამიანი და შესაძლოა თვითმკვლელობითაც ასრულებდეს თავის ცხოვრებას, სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ასევე არის გამოკითხვის შედეგად, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, ხშირად იცნება კითხვები და ეს რაოდენობა ამ კითხვების მატლობს სწორედ სუიციდთან დაკავშირებით და რატომ მოძლის ადამიანს ეს სუიციდის აზრი, რატომ სურს თავის მოკლა და ასე შემდეგ. ესეთი აზრები გახშირდა. რატო გახშირდა ეს? სწორედ ამ ნიჰილიზმის გამო, რადგანაც გამოსავალი ვერ დაინახა. ყველგან ჩიხია, ყველგან პრობლემებია. და ამ გამოსავლის ძიებაში ერთი მხრივ ის სასოწარკვეთილებაში ვარდება და მაგრამ მეორე მხრივ სერაფიმ როუზი ამბობს სწორედ მაგ არის ზოგჯერ წერტილი, როდესაც ადამიანი პირიქით იწყებს შემოbrunებას. ანუ ამ პოზიტიურ მხარესაც გვიჩვენებს ამ ცხოვრებაში, რადგანაც აი თითქოს კედელთან მივიდა ადამიანი და ფიქრობს, რომ აი გამოსავალი რაშია, გამოსავალი ძიებას იწყობს რწმენას მიმართავს, ჭეშმარიტებას მიმართავს და შესაბამისად როგორც კი იწყებს ძიებას, სიმართლის რაღაცა მას არ აკმაყოფილებს ის ჭყალებში ჭეშმარიტებები, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც არის, რადგანაც ეს ყველაფერი დროებითია, მას არ აძლევს იმ სრულყოფილების განცდას, რომლის მოლოდინში იყო ის ამ იდეოლოგიების გამო, ამ ფილმების, ჰოლივუდის, ამ რეკლამის, პროპაგანდის, პროგრესის გამო თუნდაც, ხო, მან დაინახა, რომ ამან არაფერმა არ იმუშავა. პროგრესი, რომელიც იყო შექმნილი ადამიანის მიერ, იმისათვის, რომ ადამიანი გამختارიყო უკეთესი, ამანაც არ იმუშავა. ადამიანი დღეს კარგად ხედავს, რომ პროგრესმა ადამიანი უკეთესი არ გახადა. გაჩნდა რაღაც ტექნოლოგიები, გაჩნდა რაღაც დანადგარები, მოწყობილობები და ასე შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანი რომ უკეთესი არ გახდა, ესეც დაინახა ადამიანმა და ეს ფაქტია, უკვე ამას ვერავინ ვერ მალავს. ესეც კიდევ ერთი მიზეზი ნიჰილისტური განწყობისა, რომელიც ჩვენში შემოდის და ამის კონტროლი კიდევ გაჭირდა. შემდეგ თუ არა ლიბერალური სამყარო, მაშინ აერჩია კონსერვატიული სამყარო თითქოს, მაგრამ აქაც შეეჯახა გარკვეულ პრობლემებს. ერთი მხრივ განსხვავებები შეხედულებებში მემარჯვენე, მემარცხენე კონსერვატიული ძალები, დიდი ნაწილი კონსერვატორების საერთოდ ღვთაებრივ წესრიგს, როგორც ტრადიციას ისე აღიქონს და არა სარწმუნოებას, არა როგორც ცხოვრების წესად. შესაბამისად, აქაც გაჩნდა სხვადასხვა მიმდინარეობები, უпростоრად თავარი რაც გაჩნდა, ის გაჩნდა, რომ ღმერთი აქაც ჩაანაცვლა იდეოლოგიამ და ოღონდ ეს უკვე წარმოჩენილია უფრო ტრადიციული ძველი სახით, მაგრამ ამანაც ვერ იმუშავა, ასე რომ ვთქვათ, მარტივი სიტყვით, რატო? იმიტომ რომ ადამიანს უფრო მეტი ჭირდება, ადამიანის სულს ჭირდება განხრთობა, ადამიანი ეძებს უფრო მეტს, მართლა ბედნიერებას ეძებს და ამ იდეოლოგიებმა მიუხედავად იმისა, ლამაზია, კარგია, ტრადიციულია თუ ლიბერალურია თუ თავისუფალია, ვერცერთმა ვერ შეძლო ამის დაკმაყოფილება და აი ამ ნიჰილისტურ გარემოში აღმოჩნდა იგი ეკლესიაშიც დაინახა რა ადამიანმა მოდერნიზმი დაინახა ადამიანები რომლებიც უფრო მატერიალურს აქცევენ ყურადღება დაინახა ქუჩის მართლმადიდებლობა ეგრეთ წოდებული რომელიც ახლა პოპულარულია ხედავს ეგრ შეხვედრებს რომის პაპისა და სოფლიო პატრიარქის აქაც დაბნეულობა მისთვის ადამიანისთვის რომელიც არ არის ჩამოყალიბებული ერთი სიტყვით ეს ქაოსი რომელიც მოიცვა სრული ქაოსი და ახლა ჩვენ შეჯამებას ვაკეთებთ ასე რომ ვთქვათ მოკლე შეჯამებას ამ ქაოსის რომელიც დღეს ირგვლივ ხდება ამას ჩვენ ვამბობთ უпроსტო მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს რომ ამას უნდა დაუპირისპიროს სწორი სწავლება სხვა გამოსავალი არ არის და აქ უკვე მაცხოვრის თავად სიტყვები შემოდის შეიცავ ჭეშმარიტება განთავისუფლოს თქვენ ხო მაცხოვრის შემდეგ გვეუბნება რომ უნდა იყო არა ამ სოფლის საგანი
ანუ თუ გინდა იყო ბედნიერი, ფაქტობრივად უნდა იყო არა სოფლის საგანი, ანუ თითქოს ცხოვრობ ამ წუთის სოფელში, მაგრამ არ ღებულობ ამ წუთის სოფელს, არ ღებულობ იმ ღირებულებას, რომელიც ამ წუთის სოფელში, რომელიც არის ჩანაცვლებული, ხო? ამას არ ღებულობ. შენ ხარ, როგორც ეროფიმ როუზი ამბობს, ხარ მყარად დედამიწაზე, მაგრამ მზერა ზეცისკენ გაქვს მიმართული. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც უნდა კონდეს მართლმადიდებლურ ქრისტიანს, მაგრამ აქაც ორი საკითხია, ხო? პირველი ჩვენ უკვე ვთქვით ის, რომ ყველას არ უნდა რწმენი ცხოვრება და არ ღებულობს და შესაბამისად წმინდა თეოფანი დაყუდებულს რომ ციტატა რო გამოვიყენოთ, ვისაც არ უნდა ჭეშმარიტება, ის ვერც მიიღებს. შესაბამისად, ვისაც ცხონება არ უნდა, ის ვერც ცხონდება. აქ ესე მარტივად დგას საკითხი, ასე წარმოსაჩენად და მეორე მხარე ეს არის, რომ უკვე ადამიანი ირჩევს, კი ბატონო, მაგრამ აქაც იბნევა, იმიტომ რომ რა არის ეს არა ამ სოფლის საგანობა პრაქტიკული კუთხით. რას გულისხმობს ეს არა სოფლის საგანობა, ანუ იცხოვრო ამ წუთის სოფელში, ხო უნდა ვიცხოვრო ის ამბობს, ხო უნდა გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, სხვადასხვა მოვლენები, სხვადასხვა ღირებულებები, როგორ მოვიქცე ამ სიტუაციებში და აქაც ისევ ეკლესია გვთავაზობს ჩვენ სწორ გამოსავალს. არა ამ სოფლის საგანობის. მაგალითად, წმინდა მამები როგორ გვეუბნებიან ჩვენ, პირველ ყოვლისა რასაკვირველი უნდა გქონდეს რწმენა. რწმენით უნდა შეხვედო, რწმენა ღვთისა. ანუ იმ შემოთავაზებულ ჭეშმარიტება უნდა მივიღოთ, როგორც ნეტარი ავგუსტინე გვეუბნება ჩვენ. არა ის რაღაც ფანატიკური სწავლება, არა ფანატიკური სარწმუნოება, არა გადახრები ამ სარწმუნოებაში, არამედ სწორედ ის, რომელიც არის შემოთავაზებული და აქაც ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, რა არის სწორი შემოთავაზებული სარწმუნოება, ის არის რაც სახარებისეულად, სახარების სწავლება რაც არის, რაც შემოგვთავაზა ქრისტიანობამ, შემდეგ უკვე კრებების სწავლება, კრებების დადგენილებები, ასევე როგორც თომელი არის მიღებული ეკლესიაში და შემდეგ ასევე წმინდა მამების მიერ ამ სახარებისეულ და კრებების შეჯამებაზე დაყრდნობით სუფთა სახარებისეული სწავლებით მიღებული ის გადაწყვეტილებები და აზრები, რომელიც ერთობა მამებისა მიიღო, ხო, კონსენსუს პატრიუმ რასაც ეძახიან და შესაბამისად ეს არის თავარი ამოსავალი, მაგრამ ეს ყველაფერი ხო რთულია. რთულია ადამიანისთვის, რომელიც არ არის ამაში ჩახედული, რომელიც ამით არ ცხოვრობს, მაგრამ მიმართულება ეკლესიას უკვე მოცემული აქვს. შენ ისევ თეოფანი დაყუდებულს რომ მიმართო კიბე უკვე აყუდებულია, მასზე ასვლა საჭირო, არაფერი შესაძლებელი არ არის. აქ უკვე ყველაფერი მზად არის, მაგრამ ადამიანმა უნდა მიიღოს ესეთი დამოკიდებულება, რომელსაც თავაზობს ეკლესია. თუ რა არის მთავარი პრობლემა დღევანდელ ცხოვრებაში? ადამიანს ეშინია სხვა ადამიანის. ეს შიში გაჩნდა ცხოვრებაში, ადამიანური შიში. აქ მაკარე დიდი სიტყვებიც მინდა მოვიყვანო, სადაც ამბობს, რომ ადამიანებმა რომ იცოდნენ მორწმუნე ადამიანზე ლაპარაკი, რომ იცოდნენ ვინ არის მათ გვერდში, არავისი არასდროს არ შეეშინდებოდა. სწორედ ეს არის სწორი დამოკიდებულება. არა ამ სოფლისგან დამოკიდებულება, რომელიც უნდა იყოს, რომელიც უნდა კონდეს ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას და არა მარტო ახალგაზრდა, თითოეულ ჩვენთაგანს. ეს არის სწორი დამოკიდებულება. როგორ გამოვხატოთ ახლა ეს? არა უზრდელობით, არა ქცევით ადამიანებისგან, არა უხეშობით, ასე რომ ვთქვათ, არამედ სიყვარულით, მაგრამ ეს სიყვარული ხდება ღვთისადმი. ჩვენ როდესაც ვემორჩილებით, ხო, აქაც პრინციპია, კეისარს მიეცით კეისრისა, ხო, მაცხოვარი ესე გვასწავლის. ანუ თუ რამე გასაცემი გვაქვს, ხო, ჩვენ ღვთის სიყვარულით ამას ვაკეთებთ, არა ისე რომ მონურად ვიგრძნოთ თავი, არამედ რაღაცაც ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ ღვთის სიყვარულით. თუმცა როდესაც არის უსამართლობა, იქ შეიძლება ჩვენი თავისუფლება ქრისტეში ისე გამოვხატოთ, შეიძლება კითხვით გამოვხატოთ. ზოგს აქვს სრული მორჩილების დონე, მოთმინების დონე, სრულყოფილების სხვადასხვა სახის დონე შეიძლება კონდეს ადამიანს, მაგრამ მინიმალური თუ კი არ შეგიძლია ვთქვათ ამ ღვაწლის გაწევა, შესაბამისად შეგიძლია კითხვა დასვა. და ეს კითხვა შეიძლება სრულად საკმარისი იყოს იმისა, რომ შენ დააფიქსირო შენი თავისუფლება, ასე რომ ვთქვათ. შენ არ ხარ მონა, რომელიც რაღაცა შიშის გამო, რომელიც იმის გამო, რომ ამ წუთის სოფელში მე რაღაც დამიშავდება, ან კარიერას ვერ განვავითარებ, ან რაღაცა მსგავსი რამე მოხდება შენ ცხოვრებაში,
რომელსაც სხვათა შორის ყოველთვის იყენებენ და მცირედი გამოცდილებით მე შემიძლია წარსულიდან ესეთი რაღაცები თქვა, სადაც ადამიანები, უფროსები შეიძლება იყოს სამსახურებში მათ შორის და დღეს ბევრი ასეთი ჩივილი, რომელიც ჩვენ გვესმის საზოგადოებაში, ჩვენი შვილებისგანაც გვესმის, ეს უსამართლობის შეგრძნება მუდმივად აქვს, მაგრამ თუ კი სწორი ქრისტიანული დამოკიდებულება არის, თუ კი სწორად უდგება ადამიანი ამას, ხო, მაშინ ეს მორჩილება ღვთისა გამო სწორად მიმდინარეობს, ის სწორად უყურებს ამ საკითხს და ითმეს არა იმიტომ რომ ლიქვნელობს, რასაც ბევრი აკეთებს სამწუხაროდ და პირფერობს უფროსებთან რომ კეთილი განწყობა მოიპოვოს, არამედ ის მართალ სიტყვას ამბობს, თავის საქმეს აკეთებს და იმ შედეგების არ ეშინია და როდესაც არ გეშინია ამ შედეგების, სწორედ ეს არის უკვე არა ამ სოფლის საგანობა. შენ როდესაც გამოხატავ შენს პოზიციას თავდაბლობით, მაგრამ მართებულად შენ უკვე აღარ გეშინია, შენ უკვე პირიქით იმ ადამიანისთვის ხდები არაკომფორტული. შენ და აქაც მინდა მოვიყვანო დელმონაძოს სერაფიმ როუზის სიტყვები. ეს არაკომფორტულობა თითქოს უცნაური ხდები ამ საზოგადოებისთვის, თითქოს მიუღებელი ხდები და ეს აუცილებელი პირობა. რატო არის ეს აუცილებელი პირობა? ბუნებრივი ეს სახარებისეული სწავლება, ხო? უკვე თუ მე მდევნეს მაცხოვარი ამბობს, თქვენც აგდევნიდან, ხო? თუ მართალ სიტყვას ამბობ, აქ სარწმუნოებაზე ლაპარაკი და არა მარტო ღვთაებრივი წესრიგიდან გამომდინარე, ხო? შესაბამისად, ჩვენ სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, შენი აზრი სწორია. რა არის ეს სწორი და არასწორი? აქ რელატივიზმი უნდა დავივიწყოთ. დავივიწყოთ ეინშტეინის თავისი თეორიები და ასე შემდეგ. მართებული მხოლოდ ის არის, რაც არის შედარებული ღვთაებრივ კანონთან. თუ ეს ღვთაებრივ კანონს ეთანხმება, შესაბამისად არის კეთილი, შესაბამისად არის სწორი, მართებული. თუ ეს არ ეთანხმება ღვთაებრივ კანონს, შესაბამისად არის ცოდვა, შეცდომა და არასწორი მიმართულებით ვითარდება ადამიანი. ამას ადარებს, ხო? მაგრამ ამის შედარება შეუძლია ვის? მას, ვისაც ესმის, ვინც შეისწავლა. და ესეც ვალდებულებაა ქრისტიანის, გარკვეული ცოდნა კონდეს იმ სარწმუნოებისა, რომელშიც ის ცხოვრობს, რომლის იმედიც აქვს და რომლის ცხონებით სურს რომ გადარჩეს, ხო? ცხონდეს ადამიანის შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ ღირებულებას, მთავარ ღირებულებას, მაგრამ ამის სწორ გზაზე დაყენებაა მთავარი, ახალგაზრდების მხარდაჭერა სწორი მთავარი, განმარტება ამ მოვლენების მთავარი და აქ მე უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ არ დაიდო ეს სწორი შეფასებები, იგივე ლიბერალიზმის, იგივე ჰუმანიზმის, იგივე იდეოლოგიის, როგორც ცნების განმარტების შეფასება არ დაიდო, ბევრი თვლის იდეოლოგიას მიიჩნევს, სარწმუნოებას მიიჩნევს იდეოლოგიად მაგალითად და ასე შემდეგ და ეს ერთი და იგივე არ არის. სარწმუნოება არის ცხოვრების წესი. აქ როდესაც ცხოვრობ, შენ პირდაპირ ვცდილობ კონდეს კავშირი ზეცასთან, ლოცვითი კავშირი, მაქსიმალურად ვცდილობ იყო არა ამ სოფლის საგანი, არა იმიტომ რომ აქ ამ სოფელში არ ცხოვრობ, აქ ცხოვრობ, მაგრამ შენ ხარ არა ამ სოფლის საგანი. თითქოს არ ღებულობ იმ ყველა სიამეებს, რომელიც აქ არის, მაგრამ აქ ერთი მომენტია და ეს კითხვა შეიძლება მართებულიც იყოს და ამას სვამს ბევრი ადამიანი. მე ყველაფერი თუ უარყვავი ამ ცხოვრებაში, არაფერი არ მივიღე, არაფერი არ ვაკეთე, სიამეები მივიკელი, რაღა გამოდის, რომ ესეც ხო არ არისო, ეს ნიჰილიზმის ფორმა, მაშინ რაღა აზრი აქვს. აი სწორედ მაგაში არის აზრი და უნდა ვთქვა და აქაც მინდა მოვიშველიო სერაფიმ როუზი ის ამბობს, რომ აი ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას ახლავს გარკვეული სარწმუნოებრივი სითქმოებაო. ანუ ეს სიხარულის განცდა მომავალი დიდების, მომავალი ცხონების ერთგვარი განცდაო. რასაკვირველი აქ სწორ შეხედულებაზეა ლაპარაკი. აი ეს განცდა აძლევინებს ადამიანს. მოწამეები, როდესაც მიდიოდნენ და დებდნენ თავს ქრისტესთვის, სარწმუნოებისთვის, მათ ყველას ფაქტობრივად ჰქონდა სიხარული. ხო, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ვიცით, რომ უამრავი წმინდანი მოწამე ყავს. არა მარტო სოფლის, მარტო საქართველოს რო ავიღოთ, ხო, 100,000 მოწამეც რო ავიღოთ. იქ ხო სიხარული იყო, იქ ხო ძალით ეს ხო არ ხდება. აქ არის სწორედ ეს მომენტი და მაგრამ ეს განცდა შეიძლება გაუჩნდეს მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ეს რწმენა გააჩნია. ვისაც რწმენა არ აქვს და ეს მადლი არ მიუღია, ამის განცდა
მას გაუჭირდება, მას არ ეწოდინება, ის ვერ გაიგებს და ესეც ხდება და სამწუხაროდ უმეტესობა ადამიანი, რომელსაც ამის განცდა არ აქვს, შესაბამისად არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებს, შესაბამისად მორწმუნე ადამიანის სწორ დამოკიდებულების კრიტიკას იწყებს, მისი დევნაც იწყება გარკვეული შედეგებით, გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული სიმკაცრით გააჩნია ეპოქას და მაგრამ ეს აუცილებელი პირობაა. ქრისტიანი სწორედ ამას ითმენდა, ამით ცხოვრობდა, ამაში ხედავდა თავის არა ამ სოფლის საგანლობას, იმედს და სასოებას ამყარებდა ღმერთს და ასე ცხოვრობდა და იყო ბედნიერი. სწორედ ეს არის გამოსავალი, ჩვენ მხოლოდ ამის თქვა შეგვიძლია იმის შემოთავაზება შეგვიძლია, რომელიც უკვე არის შემოთავაზებული. სინამდვილეში ახარს ვერაფერს ვერ შემოთავაზებ ბედნიერებისთვის, რადგანაც კაცობრიობისთვის მაცხოვარი ჩვენი განკაცდა, მან იტვირთა ეს ცოდვები და ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ კიდევ და ესეც მთავარია, რომ ნიჰილიზმში არ ჩავარდეთ, რატო ხდება ეს ბოროტება და უსამართლობა, უნდა ვიცოდეთ, რომ სოფელი ესე ბოროტებასაზე დგას, ამას ამბობს წმინდა წერილი და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი არის დაცემული, მისი ბუნება არის დაცემული, ადამიანის დაცემის შემდეგ ის შეიცვალა აბსოლუტურად, მიდრეკილი გახდა ცოდვისკენ, შეცდომისკენ, ბოროტებისკენ და შესაბამისად ამ შედეგზე და ამ საფუძველზე არის უკვე აგებული ის ყველა იდეოლოგია, ის ყველა ღირებულება, რომელიც ამ სოფლისაგანია და ამან მიიყვანა ადამიანი ნიჰილიზმამდე. და შესაბამისად მისი საპირისპირო მხოლოდ ერთი რამე შეიძლება იყოს, ეს არის ღვთაებრივი წესრიგი და რწმენა. ეს იყო ჩვენი სათქმელი დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრაზე.